მოგესალმებით, მეგობრებო, ქორვი გვაქვს. ამდენად ხდომა უფლებამოსილია, რომ დავიწყოთ მუშაობა. დღევანდელი დღის წესრიგი დარიგებული გაქვთ. დღეს გვექნება განსახილველად ორი საკითხი, რომელსაც წარმოგვიდგეს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონო ვახტანგ ბაჩიაშვილი. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მოგეხსენებათ აღნიშნული კანონპროექტების შემოსულია დაჩქარებული წესით და დღეს მას ვიხილავთ ჩვენ მესამე მოსმენით. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორც აღნიშნეთ, მესამე მოსმენით უნდა წარმოგიდგინოთ ეს საკანონმდებლო პაკეტი შეეხება პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს თამდევი პაკეტით. შინაარსი რასაკვირველია ცნობილია ამ შემთხვევაში, ეხება უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებას და გვაქვს წარმოდგენილი რედაქციულად დამუშავებული ვარიანტი, რომელიც არ განსხვავდება იმ პრინციპებისაგან და იმ იდეებისაგან, რომელიც წინა ორი მოსმენის დროს წარგიდგინეთ და თქვენი მხარდაჭერა მივიღეთ ამ საკითხზე. კოლეგებს ხომ არ აქვს შვილს შენიშვნა? ასეთი არ არის, მადლობა, განხილულია. მეორე საკითხი. მეორე საკითხიც ასევე მესამე მოსმენით გახლავთ, ეხება მთავრობის სტრუქტურის კანონში შესატან ცვლილებებს, დაკავშირებულია დაზვერვის სააგენტოს საქვეუწყლო დაწესებულებად გარდაქმნასთან. და ესეც არის თავისთავად კანონპროექტიც იყო და მთლიანად პაკეტი ტექნიკური ხასიათის და ამჟამადაც მესამე მოსმენით უბრალოდ რედაქციული ვარიანტი გვაქვს წარმოდგენილი, რომელიც არ განსხვავდება, რა თქმა უნდა, იმ ვერსიებისგან, რაც განხილულია უკვე. შეკითხვა შენიშვნა წინადადებები. მადლობა, განხილულია. კოლეგებო, უყაროთ კენჭი ორივე საკითხს. პირველი საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტები. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თამდევი კანონპროექტებით მესამე მოსმენით უყურდგენს, ვინ არის მომხრე? მადლობა. და მეორე კანონპროექტი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ თამდევი კანონპროექტებით. ვინ არის მომხრე? ერთხმად მიღებულია. დიდი მადლობა, კომიტეტი დასრულებულია. წარმატებულ დღეს გისურვებთ.